მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა, თქვენ ისმენთ ალბათ სუსში გამართულ ბრიფინგს, სადაც გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ გამოკითხეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყავდათ დაკითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც სუსში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან აღიარა არალეგალური შემოსავლის ლეგალიზება და შესაბამისად, როგორც სუსი ამბობს, ისინი იმსჯელებენ თუ რა აღკვეთი ღონისძიება შეუფარდონ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რა გადაწყვეტილება მიიღონ, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი. სავარაუდოდ მოითხოვენ გირაოს, საერთოდ პატიმრობაზე იქნება საუბარი თუ რაზე იქნება საუბარი. ფაქტია ამბობენ, რომ აღიარა დანაშაულიო ირაკლი ღარიბაშვილმაო. ასეთი ამ დროისთვის ვითარება. მანამდე კი პროკურატურაში კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს დღეს, სადაც განაცხადეს ასეთი რამ. პროკურატურამ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი ციკლაურმა განაცხადა. გამოძიების ინფორმაციით გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში $1,319,300 ამერიკული დოლარი. ხოლო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული იქნა $2,904,900 ამერიკული დოლარი, ნუ $3 მილიონს ცოტა აკლია, როგორც ხვდებით. ეს არის ეს ბოლო ინფორმაცია, რომელიც ვიცით მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით. ეს კობა ხუნდაძე ახალი ფიგურანტი არის საქმეში, რომელიც გამოჩნდა. ჩოხელი ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირი მანამდეც იყო, ფიგურირებდა ამ საქმეში. ჩოხელის სახლიდან $3 მილიონამდე თანხა ამოიღეს და ამ კობა ხუნდაძის, რომელიც როგორც ამბობენ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირია, $1,320,000 ამერიკული დოლარი. ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, იცით რომ პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ის გაიქცა, გაქცეულია, საუბარია ტენდერებზე და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ასეთი ვითარება დაკავებულები ვინც არიან იცით, ხო თავდაცვის მინისტრი არის დაკავებული უკვე რამდენიმე ხანია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ასე შემდეგ. ველოდებით კიდევ ალბათ დაკავებებს. დღეს ჩვენ გადაცემაში გუნებრივი ამ თემაზეც ვისაუბრებს და სხვა შიდა პოლიტიკურ თემებსაც შევეხებით. ლუკა მიშველაძე გირჩი მეტი თავისუფლებას წარმოადგენს ის და ნინო გოგინაშვილი პარტია ახალს წარმოადგენს ის. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ორივე წარმოადგენენ კოალიციას ცვლილებებისთვის და სწორედ ამ კოალიციის და თქვენი პარტიების შეფასებები და თქვენი პირადი მოსაზრებაც არის საინტერესო. დავიწყოთ აი ამ დაკავებებით და გამოძიებებით, რა ხდება თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი ებრძვიან კორუფციას. კაცრად ებრძვიან კორუფციას. კი ბატონო. თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით მაყურებელს. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, თავისი მმართველობის მე-13 წელს საკუთარ ამომრჩეველს და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, იმიტომ რომ სხვას არავის უკვე აღარ ჯერა ამ მმართველი გუნდის სიტყვის, უმტკიცებს, რომ ის ებრძვის კორუფციას. ძალიან უცნაურია, რომ ის კორუფცია, რომელიც მან გამოავლინა სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, და ის პირები, რომლებიც დაკავებული ყავს მიმდინარე პატიმრები, ყოფილი ჩინოვნიკები, მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ამ კორუფციაზე და ამ ადამიანების დანაშაულებრივ საქმიანობაზე წლების განმავლობაში საზოგადოება ინფორმირებული იყო, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის მხრიდან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შემთხვევები და ეს ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამის მიუხედავად ქართულ ოცნებას არასდროს დღემდე ეჭქვეშ არ დაუყენებია მისი პოლიტიკური გუნდის წევრების პატიოსნება და პირიქით სწორედ ბიძინა ივანიშვილი პედალირებდა იმ მოსაზრებას, რომ ის გუნდის წევრები, რომლებიც მან შექმნა და ის ადამიანები, რომლებიც მან პოლიტიკაში მოიყვანა, წესიერი, პატიოსანი, სუფთა წარსულის ადამიანები არიან. შესაბამისად, დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სინამდვილეში რეალობა და ჩვენ ვხედავთ, რომ
დღეს უკვე ქართულ ოცნებასაც აღარ სჭირდება თავი მოაჩვენოს თუნდაც საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე პირები არიან, მაგრამ ხო, თუმცა მას წარადგენს როგორც რასაკვირველია ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ იტყვის რომ მან დღეს აღმოაჩინა მან დღეს გამოავლინა ის დანაშაულებები რომლის შესახებაც წლების განმავლობაში ინფორმირებულები იყვნენ რასაკვირველია თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ და საზოგადოება ამას სწორ შეფასებას აუცილებლად გააკეთებს ამ ფაქტების სწორ შეფასებას რომ სანქციები რომელიც დაწესებულია ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე ასევე სანქციები რომელიც რუსეთის მიმართ არის დაწესებული საგარეო სანქციებს გულისხმობს რასაკვირველია უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის გამო და იმის გამო რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე და პრობლემები რუსეთში ავტომატურად შესაძლოა ოდნავ დაგვიანებით მაგრამ მაინც საქართველოშიც აისახება ჩვენ ვიცით და ვხედავთ რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და გუნდს მართულ გუნდს შორის მიმდინარეობს როგორც ძალთა გადანაწილება ასევე ფინანსების გადანაწილება და ეს ფინანსები საკმარისი აღარ არის ეს დაკავებები რომლის ფარგლებშიც უკვე თორსები 11 მილიონ დოლარზე უფრო მეტი თანხა არის ჯამში ამოღებული უკანასკნელი 1 კვირის თუ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში ეს დაკავებები და ეს ამოღებული თანხები მეტყველებს იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილმა რომელმაც წლების განმავლობაში კორუფციისკენ არათუ გზა გაუხსნა არამედ ხელი შეუწყო ცალკეულ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი დღეს იძულებულია ეს თანხები უკან რაღაცნაირად ამოიღოს იმიტომ რომ მას საკუთარი ფინანსები განკარგვა ისე თავისუფლად აღარ შეუძლეს სწორედ საგარეო სანქციების გამო. ამას ვხედავთ დღეს ჩვენ. ეს არის ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გუნდის სრული ილუსტრაცია და საზოგადოებამ დაინახა და მათ შორის დიდი იმედი მაქვს რომ ქართული ოცნების დღემდე შემორჩენილმა არ ვიცი თუ ასეთები არსებობენ ამომრჩეველმაც დაინახა რომ გუნდი რომელიც 13 წელია სახელმწიფოს სათავეშია არის კორუმპირებული გუნდი. კი ბატონო, აწე აღარ ვარ თუ დაახლოებით ეს მესიჯია მათი მხრიდან. ლუკა, შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? დააკავებენ ღარიბაშვილს როგორ გონია? თუ ეს რაღაც პრელუდია რა ითანამშრომლა აღიარა, ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რაღაც იოლად გამოვიდეს ამ საქმე. ალბათ იმის რომ მიწვიეთ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რაც თქვენ თქვით რა ხდება რა პროცესია, იდეაში ეს ის არის, რაც რეჟიმს ახასიათებს და რასაც ვამბობდით რომ მოხდებოდა, ხო? მთელი ამ დროის განმავლობაში ეს უწყვეტი წინააღმდეგობა გრძელდებოდა, არა მარტო ის ერთი წელი, რომელიც მალე შესრულდება, არამედ წლების განმავლობაში ხალხი ამბობდა რომ ეს იყო რეჟიმი და რეჟიმის ბოლო არის ეს, რომ საბოლოო ჯამში რეპრესიები, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არ ეხება მარტო იმ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ, ან ჟურნალისტებს, რომელსაც აკავებენ, უსწორდებიან ასე შემდგომ. ეს რეპრესიები ეხება მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელიც ამ სისტემას, ამ რეჟიმს უჭერენ მხარს. ხო, გუჩი ვნახეთ პირბადის მაგალითზე, გოგო ამბობდა, რომ ეს არ დამეხება ეს ყველაფერია და საერთოდ ამას მეკითხებითო, მაგრამ მაინც გააჩერეს, მაინც მიადგა პოლიცია, მაინც ცდილობდნენ ოქმის დაწერას. იგივე მოხდება ყველა იმ ქართული ოცნების საჭველი მქონე. თავარი ნაჭამი ვიყო. პროტესტი არ მაინტერესებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც პრემიერი იყო, ვიღაც რაღაცის მინისტრი იყო, ეს არის რეჟიმი და რეჟიმი უსწორდება და ადგენს ყველას. მათ შორის ღარიბაშვილიც შეიძლება დააკავონ. არ ვიცით ამას რა გაგზავნება მოყვება, რეალურად სწორ პასუხს ვერ ვიტყვით, მაგრამ მივდივართ ისე ვიქამდე, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან და ამას ყოველდღე ამტკიცებენ. მათ შორის იმის, რომ დღეს ერთს დააკავებენ, ხვალ მეორე ქართული ოცნების წარმომადგენლს დააკავებენ, პოლიციელს დააკავებენ და ეს გაგზავნება ბოლომდე. და ეს რო გაგზავდეს ისე, რომ საბოლოო ჯამში ბენტი პოლიტპატიმარი არ ყავს და მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებიც გადარჩნენ ამ პროცესიდან, საჭიროა, რომ გადაიდგას ქმედით ნაბიჯები რეჟიმის ჩამოშლისკენ. და იმედია, ღარიბაშვილს რა ბედი ეწევა არ ვიცით, მაგრამ ვიღაცებს კიდე აქვს შანსი, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან და კიდე აქვს შანსი, რომ ეს ყველაფერი ისე დაასრულონ, რომ ბოლოს ციხეში არ აღმოჩნდეს. ხო და რა უნდა გააკეთონ ამისთვის? რა უნდა გააკეთონ და რასაც აკეთებს ქართული ხალხი წინააღმდეგობა და რეჟიმის ჩამოშლა. და ყველაზე უკეთ თუ ამის აკეთება საიდანღაც შეიძლება, ეს არის შიგნიდან. ყველა ციხე შიგნიდან ტკდება უნათქვამია. ასე უნდა გატკდეს რეჟიმის შიგნიდან თუ ბუნებრივია ქართული ოცნების სხვა დარჩენილ წარმომადგენლებს არ უნდათ გაიარონ იგივე ბედი და იგივე გზა, რომელსაც დღეს ღარიბაშვილი გადის და არ ამხოლოდ. ხო, ნუ მამაზეც იყო რაღაც ბევრი მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რაღაც ამ ადამიანებს რაღაცაზე ხმა ამოეღოთ ან რაღაც მასალები გამოეტანათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს, ხო? და საბოლოო ჯამში აგერ ახლა დასაჭერად აქვს საქმე. ხო, არ ვიცით ახლა შიგნით რა დინებებია კიდევ ის რა, მაგრამ ამის იმედად ალბათ ვერ იქნება, ხო, პროტესტი რო ესენი რამეს გამედავენ და ხმა ასე მოიღებენ შიგნიდან. შესაბამისად და პროტესტის პერსპექტივაზე აუცილებლად კითხავთ, მანამდე მაინტერესებს თქვენი შეფასებები აი ამ ასე ვთქვათ გამკაცრებულ კანონებზე, რომელიც ახლა გვაქვს ქუჩის გადაკეთვაზე იქნება თუ რაზეც იქნება. ხედავთ რომ ჯერ შედეგი ვერ მიაღწიეს, ქუჩა მაინც იკეთებდა, თუმცა სამაგიეროდ ბევრი ადამიანი
ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი არის ციხეში. რას ფიქრობთ ამას, როგორ აფასებთ? აქვე ალბათ ვისაუბროთ უნდა პარტიების აკრძალვის კანონზე, თქვენ პარტიებსაც ეს შეეხება, 10-მდე პარტია იქნება, თქვა ირაკლი კობახიძემ, რა რეალობას გვაქვს დღეს და რა რეალობას მივიღებთ ქვეყანაში? იბედნო თქვენგან დავით. საქართველოს დღევანდელი გზა, რასაც გადის სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო და ასევე საზოგადოება, როგორც მოსახლეობა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის რუსული გზა. ეს არის ის გზა, რაც რუსეთში გატარდა, გაიარა იმ საზოგადოებამაც და რუსულმა სახელმწიფომაც განიცადა ყველა ის ეტაპი, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოში ვხედავთ. განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ რუსეთში ეს მიმდინარეობდა 20 წლის განმავლობაში და ის მარყურში ვთქვათ თავისუფალ დამოკრატიულ საზოგადოებებზე და კუნძულებზე ნელ-ნელა დავიწროვდა, მათ მიმართ არსებული რეპრესიების თანდათანობით და ეტაპობრივად გამკაცრდა, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი ხდება დაჩქარებულად, იმიტომ რომ საქართველოში ამდენი დრო ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ მთავრობას არ აქვს, რომ დაელოდოს 20 წლის განმავლობაში, როგორ მოახშობს და მოგუდავს როგორც დემოკრატია იქნება ეს თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. კანონები, რომელსაც დღეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იღებს, არის დრაკონული კანონები. ეს არის უკანონო კანონები, ეს არის რეპრესიული და საზოგადოების წინააღმდეგობის ჩახშობაზე მიმართული კანონები. თუმცა არც ერთმა წინა კანონმა ის შედეგი არ მოიტანა, რაც რისი მოლოდინის და რისი იმედიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ჰქონდა. არ იმუშავა დაჯარიმებამ, არ იმუშავა ინდივიდუალურმა დაშინებამ, არ იმუშავა ქუჩაში დახვედრამ, არ იმუშავა დარეკვამ, მცირეწლოვან ბავშვებთან დარეკვამ, არ იმუშავა ადმინისტრაციულმა დაკავებებმა, არ იმუშავა სასამართლოში გადაღების აკრძალვამ, მედია ვეღარ აშუქებს, არ იმუშავა აბსოლუტურად არაფერმა, არც მანდატურის სამსახურად წოდებული რაღაცა დაჯგუფება, კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლების ფიზიკურმა ანგარიშწორებებმა, არაფერმა არ იმუშავა აქამდე. შესაბამისად, რეჟიმი იძულებული გახდა, რომ გაემკაცრებინა ეტაპობრივად და დღეს მოვედით იქამდე, რომ ქუჩის გადაკეტვა პირდაპირ იწვევს პატიმრობას. პირველ ჯერზე ადმინისტრაციულს და მეორე ჯერზე უკვე სისხლის სამართლის პატიმრობას. ასეთი რაღაცები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არც თუ ქვეყანაში არ გაგიტარებენ, ახლა ცოტა უმცირესობამ ასე ვთქვათ, შეუქმნას დისკომფორტი დიდ უმრავლესობას. ერთი ირაკლი კობახიძე იტყუება. იმდენი ადამიანი უნდა იყოს, რომ არ დაეტიოს ტროტუარზე და საკმარისი იყოს ქუჩის გადასაკეთება. ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც იძახის, რომ უმცირესობა ვერ შეაწუხებს, ასე ვთქვათ, რაიმე ქმედებით უმრავლესობას. იტყუება იმ ნაწილში, რომ უმრავლესობაში ჩვენ ვართ. უმრავლესობაში არის საქართველოს ის საზოგადოება, რომელსაც ქართული ოცნება არ აურჩევია, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ასევე მან არ გამოუცხადა ნდობა ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებს. და არ მივიდა. ამაზე მეტი რა უნდა უთხრას საზოგადოებამ ეგრეთ წოდებულ მმართველ გუნდს. არ მივიდა მათ ჩატარებულ არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ არ აღიარებს მას როგორც ხელისუფლებას. ეს ამას თავი დავანებოთ. კი ბატონო, შეუძლია ირაკლი კობახიძეს ეგონოს და თავი დაიმშვიდოს იმით, რომ ჩვენ ვართ უმცირესობაში და ისინი არიან უმრავლესობაში. ამის პარალელურად ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელზეც არ ვიცი თუ სწორებას ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ აკეთებს დემოკრატიულ სახელმწიფოებზე და გულისხმობს იმას, რომ მაგალითად არ ვიცი საფრანგეთში არავის არ გაუტარებს პოლიცია ასეთ ქმედებას, მე შევახსენებ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც განათლება აქვს მიღებული გერმანიაში და შესაბამისად ცხოვრობდა კიდეც გერმანიაში. პროტესტის ის ფორმები, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში მშვიდობიანი ადამიანები და საზოგადოება მიმართავენ, ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე პროტესტის ის ფორმა, რომელსაც ქართველი საზოგადოება მიმართავთ. ჩვენი პროტესტი არის ხაზგასმით და ცალსახად მშვიდობიანი პროტესტი. არც ერთი პროტესტის ფორმა, რომელსაც აქამდე საზოგადოება მიმართა, არ იყო მიმართული არც დესტრუქციისგან, არც განადგურებისგან, არც გრევისგან, არავის თბილისი არ გადაუწევს, არავის რუსთაველი არ ჩამოუნგრევია და ეს ყველაფერი არის. ხელისუფლება ამბობს, რომ აი დამხობას გვიპირებდით. ახლა ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ მე ვარ არჩეული მთავრობაა, მაგრამ ეს ფაქტია, რომ არ არის. აქ 4 ოქტომბრის აქციაზე, რომ აი ხო იყო დაანონსებული დამხობაა და დამხობა მშვიდობიან არ არსებობს. შესაბამისად, ამ კონტექსტშიც ყველა შედეგი. ამ კონტექსტშიც რა რეპრესიებსაც მათ მიმართეს და რა შედეგით დადგა, იგივე 4 ოქტომბრის კონტექსტში, ხო? ანუ რა შედეგით დადგა? დაპატიმრებული ყავთ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე უკაცრავად. დაპატიმრებული ყავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არანაირი დამხობის, არამედ მართლა მშვიდობიანი პროტესტის და ქუჩაში საზოგადოების გამოსვლის გარდა არანაირი ისეთი განცხადება არ გაუკეთებია.
და არანაირი ქმედება იქ უკანონო არ ყოფილა. ხა რას არ ქმნავს ამას ქართული ოცნება, ეს არის ერთი და რა არის რეალობა, ეს არის სხვა. ხობის მოგლეჯვაზე იქ ხო, როგორც ხელისუფლება და ამბობს. ხობის მოგლეჯვაც მათ შორის ხელისუფლება ამბობს, რომ შემოჭრა უნდა დათო და მე საერთოდ სალომე ზურაბიშვილის დასმა უნდა დათო აქ სასახლეშიო. კარგი ლუკა, შენ რას ფიქრობ ამ გამკაცრებულ კანონზე და ამისა პასუხი რა უნდა იყოს აქეთა მხრიდან პროტესტის მხრიდან, ან ოპოზიციის მხრიდან რა უნდა იყოს? ოპოზიცია რაღაც გამქრალია საერთოდ ამ პროცესიდან და ამაზეც რომ მითხრათ ორედი სიტყვა თქვენ პარტიები რა საკეთებთ პარტიები? ცოტა ცინიკურია. სანამ აკრძალავენ რა საკეთებთ? ცოტა ცინიკურია, რომ ყოფილზე უმცირესობაში მოგვიხსენიებს იმ რეჟიმის უდიდესი უმცირესობაო, უდიდეს უმრავლესობას უქმნის დისკომფორტს. გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი კეტავს რუსთავად. ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც რეალურად არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელმაც მიუხედავად მთელი ამ დროის განმავლობაში რეპრესიებისა, დაშინებებისა და მოსყიდვის მიუხედავად თბილისში 200,000 ხმა ძლივს ააგროვა. ამ რეჟიმის წარმომადგენლისგან ასეთი ტიპის საუბრები ბუნებრივია, ცინიკურია და ამაზე ახლა სერიოზული რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რასაც ისინი აკეთებენ, არაფერი ახალი არ არის. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს და გვაქვს ნანახი ისეთ ქვეყნებში, რომელშიც ცხოვრებას არ ვისურვებთ. და თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც და მათი ოჯახის წევრებიც არ გადაწყვეტენ მან ცხოვრებას და იმიტომ მიდიან თავად დასავლეთში. და ამ მდგომარეობაში ისე თქმა შემელი არის ის, რომ ჩვენ უყურებთ მართლა ისტორია ვნახეთ. და განსხვავება რაც არის ამ ქმედებებში არის ის, რომ ქართული ხალხი უფრო დიდხანს აგრძელებს ბრძოლას, აგრძელებს წინააღმდეგობას. ჩვენ შევძელით როგორღაც, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად უკვე 300 დღეზე მეტია ეს წინააღმდეგობა გრძელდება და თუ რამეა გამოსავალი და თუ რამეა საკეთებს, რომელიმე პოლიტიკური პარტია უნდა აკეთებდეს, არ გულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც ამ პროცესში შეყვა ქართულ ოცნებას. ამის მიღმა ბოიკოტში არსებულ პარტიებს გულისხმობ, სტუდენტებს გულისხმობ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს გულისხმობ, ყველა იმ ადამიანს გულისხმობ, რომელიც ამ წინააღმდეგობაშია, არის ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც დღეს რუსთაველზე ხდება და არა მხოლოდ. და დიდი აქციის თარიღი მოდის 26 ოქტომბერი 19 საათზე იქნება დიდი მარში რესპუბლიკიდან პარლამენტის მიმართულებით. და სწორედ ეს ხდება, წინააღმდეგობა ხდება, რომელიც საბოლოო ჯამში აიძულებს რეჟიმს დააკავოს საკუთარი წარმომადგენლები. აგდებს რეჟიმს მდგომარეობაში, როცა ის სანქცირდება და ართმევს ფინანსურ რესურსს, რომელიც მას ისე სჭირდება დაშინებებისთვის და მოსყიდვისთვის. სწორედ ეს პროცესი მიდის და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ საბოლოო ჯამში დასაჭერი კაცი აღარ დარჩება ჩიგნით. ეს შეიძლება იყოს გამოსავალი და არის კიდეც გამოსავალი ამ პროცესში. ხო, გავიგეთ, მაგრამ მაინტერესებს რა საკეთებენ პარტიები? პარტიები რა საკეთებთ? რატო ხართ ჩუმად, საერთოდ ჩამოშორებული რატო ხართ ამ პროცესში? გავიგე რომ თქვენი ლიდერები ციხეში არიან, მაგრამ პარტიები ხო ფუნქციონირებს. ამ ნაწილში ცოტათი არ უნდა გეთანხმოთ მერაბ, იმიტომ რომ პარტიები მუშაობენ, ეს არ არის პროცესის ჩამოშორება, მათ შორის ინდივიდუალურად პარტიების წარმომადგენლები კოალიციის ფარგლებში შემიძლია თავისუფლად ვისაუბრო ამ თემაზე და როგორც ახალის გირჩის და დროასახელითაც ამას ძალიან მყარად გავაჟღერებ. პარტიის წარმომადგენლები მუშაობენ იმ ჯგუფებთან, რომლებიც არიან პროტესტის მონაწილეები. როგორც რუსთაველის პროტესტის მონაწილეები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა სხვა მიმართულებაში ხედავენ და სხვანაირ ფორმატში წარმოადგენენ წინააღმდეგობა, ჩვენ ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, იმართება შეხვედრები, ესენი არ არის ფურცელზე და ეს მოსაბწიჩკად ჩატარებული შეხვედრები და კოორდინაციაში ვართ იმ ხალხთან, ვისაც ამოძრავებს და აერთიანებს ერთადერთი მიზანი ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების გაწევა ხელისუფლების და სახელმწიფოს მართვისგან. ძალიან კარგად მუშაობს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე პარტია, ძალიან კარგად მუშაობს საგარეო მიმართულებითაც. ის რომ ჩვენ უბრალოდ ესეთი სქემა არსებობს. ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის, საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტი შედეგებს იძლევა, ეს შედეგები უბრალოდ ჩანს ცოტა უფრო გვიან. იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა შენარჩუნდეს და ამას ეთანხმება აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა დავესესხები კობახიძეს იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ და ასევე რადგანაც საგარეო მიმართულებით ჩვენი მუშაობა გულისხმობს პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩადიან ასევე და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრებიან იმში და პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც დღეს საქართველოშია. ეს შედეგები, ეს ამ მუშაობის შედეგები ცოტა გვიან მოდის საქართველომდე, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებიც უნდა დავიცვათ, რომლებიც უნდა გაიარონ ამ სახელმწიფოებმა და სანქციები მოდის. ცოტა გვიან, მაგრამ ეს სანქციები მოდის. შიდა ლეგიტიმაციის არ მინიჭება იწვევს გარე ლეგიტიმაციის არ მინიჭებასაც.
და ამ მიმართულებით რას საკვირველია ყოველთვის შეიძლება მეტი მუშაობა. მეტი მუშაობა შეიძლება ყოველთვის. არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაფართოვდეს და ფორმები ამაზეც მიმდინარეობს შეხვედრები და შეჯერებული პოზიციები იქნება ძალიან სწრაფად. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე თვითონ ვარ სხვადასხვა ფორმატში მონაწილე ამ შეხვედრების და ვიცი რომ არიან ადამიანები, არსებობენ ადამიანები როგორც პარტიის წარმომადგენლები, ასევე პროტესტის წარმომადგენლები, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ კი პროტესტის გაძლიერება და გაფართოება არის მთლიანად ჩვენზე დამოკიდებული იმ კონსოლიდირებულ ერთიანობაზე, რაც იქნება უკვე გარანტი, რომ რეჟიმი არ იქნება კომფორტულად. ლუკა, თქვენი მოსაზრება როგორია? პროტესტის პერსპექტივას როგორ ხედავთ და აქ თქვენ პარტიების როლს როგორ ხედავთ? დროა თუ არა რომ პარტიები უფრო აქტიურად გამოჩნდნენ პროტესტში, ვიდრე აქამდე იყო ეს. კი ბატონო, თავიდან თქვენ ახსენეთ, რომ მალე პარტიები შეიძლება აღარ იყვნენ და ქართულმა ოცნებამ საბოლოო ჯამში დაბლოკოს ყველა ის მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც ამ პროცესში გამოცხადებული აქვს, რომ აქ მიგზავნავთ ასე. და ნელ-ნელა შევდივართ იმ პროცესში, როდესაც რაღაცა პოლიტიკური პარტია ცალკე აღარ იარსებებს და ყველანი ისევ უნდა დაუბრუნდეთ რუსთაველის პროტესტს და ყველამ ერთად უნდა გავაგზავნოთ წინააღმდეგობა რეჟიმის დასამარცხებლად და დასამთავრებლად. მაგ პროცესში მივდივართ და ეგ არის გამოსავალი. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებმა ცალკე, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად იმ სხვა აქტორებთან ერთად, რომელიც ამ პროცესში არიან აქტიურად ჩართულები. თუ რამე არის გამოსავალი, არის ამ ადამიანებთან დაახლოება, ამ ადამიანებთან ერთად ერთიანი ძალით რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა და ამ რეჟიმის დასრულება. სხვა გამოსავალს უბრალოდ მთელი ამ დროის განმავლობაში მე ვერ ხედავ. ერთიანობა არის ამ ყველაფრის პასუხი. ეს ერთიანობა რატო არ გამოდის ახლა? ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რატო შეიძლება გამოვიდეს, იმასაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნელ-ნელა მივდივართ იმ წერტილამდე. აქამდე არ გამოვიდა, აქამდე რატო გამოვა? ახლა რატომ გამოვა? ხო. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ბევრი ერთიანობა ვისთან, ხო, ეხლა ლელო და გახარია სხვა გზით წავიდნენ საერთოდ. ერთიანობა იდეის გარშემო, ანუ ჩვენ ყოველთვის ხო რაღაც ეგ პრობლემა შეიძლება იყოს ვიღაცებთან, რომ კარგად ვერ იაზრებენ რეალურად რა პროცესში ვარ და ქართული ოცნება ამაში გვეხმარება და ნელ-ნელა ყოველდღე გვანახებს იმას რეალურად თუ რა პროცესთან მივდივართ. მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვაც ეგ არის, რომ მე ვერ წარმოვიდგენ რომელიმე პოლიტიკოს ახლა, მათ შორის აი კონსერვატიული მოძრაობა ალტინფო და ასე შემდეგ. ხო, მათ შორის ისინი ამბობენ, რომ ეს არის საშინელება ირმაინაშვილის ქარდი მახსენდება, რომ თქვა, რომ ეს რას აკეთებენ, ხო, ეს ყველას გვეხებაო. და კი ეგ არის მათ შორის პასუხი. რეჟიმი ის ეგ რასაც აკეთებს, თავის ხალხს ეხება, რეპრესიები ყველაზე გადადის და გინდა არ გინდა ყველა იძულებული ხდება ამ პროცესში მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მათ შორის ამ სწორ პროცესში ვართ ჩვენს მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავით ჩვენ და ეს სივრცე, რომელიც არის რუსთაველის გამზირი, გონია და გვინდა რომ გავაკეთოთ და შევქმნათ სივრცეთ, რომელიც არა მხოლოდ პროტესტის კერა იქნება, არამედ იქნება კერა, სადაც ყველა ერთად ორგანიზებულად იტყვის, როგორ უნდა იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო, ახლა კონკრეტულად გამოწვევა არის, რომ ამ ქუჩის გადაკეთებასთან დაკავშირებით ხალხს იჭერენ და აქ რა უნდა მოხდეს, გაქვთ რა მოსაზრება? კი, აქ უნდა მოხდეს ის, რაც აქამდე ხდებოდა. ანუ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ კანონებს, რომლებიც უკანონო კანონებია. და ციხეში, ახლა პირველად 15 დღით ვარ, მე ერთი წლის მოუწევთ. ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პროტესტის გაფართოება, მათ შორის რაოდენობრივი გაფართოება და არა მხოლოდ გაძლიერება, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც უკვე პროტესტში მონაწილეობენ და უწყვეტად 329 დღეა დღეს, ეს ადამიანები, ამ ადამიანების რადიკალიზაციის გაზრდა შეიძლება არ იყოს ერთადერთი და სწორი გამოსავალი. ჯერ უნდა გაიზარდოს რაოდენობრივად და რაოდენობის გაზრდა არის მარტივი, შესაძლებელია, ამას ჭირდება სწორი კომუნიკაცია და სწორი ინფორმაცია. თვეში ერთხელ ანონსდება აქცია, იქ გამოდის ხალხი ბევრი, მაგრამ ყოველდღიურ პროტესტზე არ გამოდის ამბავი. ყოველდღიურ პროტესტს და რუსთაველის გადაკეთებას სჭირდება 2000 ადამიანი. 2000 ადამიანის მობილიზება, მათ შორის არის შესაძლებელი სწორი კომუნიკაციით, ინფორმაციის გავრცელებით, იმ შეცდომების გააზრებით და იმ მიღწევების მათ შორის. საორგანიზაციო რაღაც კომიტეტიც კი არ არსებობს. როგორ არ არსებობს? ანუ არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც ერთი არ არსებობს ამას. არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი. ამ ჯგუფებს შორის დაახლოება აუცილებლად მოხდება და ეს არის მხოლოდ დროის საკითხი და ეს არ გაიწელება დროში დიდხანს, იმიტომ რომ ამაზეც მუშაობთ. როგორც თვითონ ეს ჯგუფები და სამოქალაქო სექტორი, ასევე პოლიტიკური პარტიები მუშაობენ. რატომ გავერთიანდებით დღეს უფრო მარტივად თქვა, ვიდრე გუშინ და ვის მოვიაზრებთ ამ ერთობაში, ამაზეც გიპასუხებთ. ამ ერთობაში მოვიაზრებთ ყველას, ვინც არ თანამშრომლობს რეჟიმთან. იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ იქნება ნებისმიერი სხვა ჯგუფის წარმომადგენელი, მთავარი ხაზი და ის წყალგამყოფი, რომელიც არსებობს, არის რეჟიმთან თანამშრომლობა ან რეჟიმთან არ თანამშრომლობა.
გახარია თანამშრომლობს რეჟიმთან, ლელო ნახევრად მაინც თანამშრომლობს რეჟიმთან და ცოტა ხანში გავიგებთ საკრებულოში შევლენ თუ არ შევლენ. მაშინ როდესაც უკვე ზუსტად ვიცით, მაშინ როგორც როდესაც ზუსტად ვიცით, რომ გახარია მას მერე რაც საკრებულოში ვერანაირი ადგილი ვერ მოიპოვა, დაუბრუნდა იმ 2004 წლის შედეგების ფაქტობრივ აღიარებას, რისი არაღიარების გამოც დგას ამდენი ხალხი ქუჩაში, ამდენი ადამიანი. ამიტომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე აბსოლუტურად გამორიცხულია იმისთვის, რომ ეს ხალხი გახდეს ჩვენთან ერთიან თემაში, ერთობაში მოიაზრებოდნენ, მათ ჯერ საკუთარი შეცდომები უნდა აღიარონ, გაემიჯნონ რეჟიმს და თუ რეაბილიტირდებიან თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის თვალში, მე შეიძლება ამ ადამიანებთან და ამ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის განხილვა, მაგრამ ვიქნები სკეპტიკოსი და ვიტყვი, რომ პირადად მე ამ გაერთიანებას არ მჯერა. მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელშიც რეჟიმთან არ მოთანამშრომლე პარტიები და რეჟიმთან მოთანამშრომლე პარტიები ერთ მაგიდასთან სხედან. თუმცა ვხედავ ძალიან რეალურ გაერთიანებას საზოგადოებრივ და სამოქალაქო სექტორთან. ამისთვის ბევრი რაღაც კეთდება და კი დღეს არ არსებობს ერთიანი, თქვათ შეიძლება ესეთი საკოორდინაციო შტაბი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახელით შეგვიძლია ჩვენ ეს მოვიხსენიოთ, მაგრამ არსებობს რეალური გადადგმული ნაბიჯები და ეს ჯგუფები ერთმანეთს უახლოვდება. ჩვენ გაგვიჭირდა აქამდე ამ ერთიანობის მიღწევა, მათ შორის იმიტომაც, რომ ეს გზა, რომელსაც საქართველოს გადის 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ეს არ არის უკვე გავლილი გზა, აქ არ არსებობს მზა რეცეპტი. ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცა გამოცდილებები, საქართველოში არსებული გამოცდილებები გავიზიაროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ იმ დასავლური სახელმწიფოების გამოცდილება, რომელშიც იყო დემოკრატიის მწვავე პრობლემები, იყო დიქტატურისგან გადადგმული ნაბიჯები და ამ სახელმწიფოებმა ეს დაძლიეს. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. ვიდრე რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სუსი აცხადებს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტიო. ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ ჩვენ ამერიკიდან გიორგი ლაბაძე ჩაგვერთვება, რომელიც იქ შავი ზღვის და შუა კორიდორის ფორუმს ესწრება. ამ ფორუმზეც ვისაუბრებთ ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე, შედგება თუ არა საბოლოოდ ეს შეხვედრა და რა ხდება ამ მიმართულებით. დაგვრჩებით რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ სუსის გააკეთა განცხადება, ამ განცხადების თანახმად ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების ფაქტიო. ასე სუსი ამბობს, გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზეო განაცხადეს სუსში. ნახოთ და აპატიმრებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს. გადაცემის ამ ნაწილში კი ჩვენ უფრო საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. იცით რომ ბუდაპეშტში დონალდ ტრამპის და პუტინის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება შეხვედრა საერთოდ არც შედგეს. დონალდ ტრამპმა დაწერა არ მინდა usargeblo შეხვედრა, არ მინდა დროის ფუჭად კარგვა, ამიტომ ნახავ რა მოხდებაო, მისი თქმით პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო 2 დღის განმავლობაში მიიღებს. მანამდე კი ამას ყველაფერს წინუძღოდა სერგეი ლავროვის განცხადება, რომელმაც განაცხადა ასეთი რამ: უკრაინაში კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეჩერების იდეა კონფლიქტის ძირეული მიზეზების დავიწყებას ნიშნავს. ახლა ვაშინგტონიდან გვესმის, რომ დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ, რომ აღარაფერზე საუბარი აღარ არის საჭირო. შევჩერდეთ და ისტორიამ განსაჯოს. თუ ჩვენ უბრალოდ შევჩერდებით, ეს ნიშნავს ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზების დავიწყებას, რაც ამერიკულმა ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნათლად გაიგო, თქვა ლავროვმა. საბოლოო ჯამში, როგორც თქვი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, ღირს თუ არა საერთოდ ამ შეხვედრის გამართვა, მაგალითად წარმომადგენელი სერგეი რიაბკოვი, რუსეთის ხელისუფლების ამბობს, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ვერ ვხედავ. Ну, რუსებს უნდათ ეს შეხვედრა, გასაგებია, დროის გაწელვა მათი ერთ-ერთი ტაქტიკა. ვიქტორ ორბანიც იმედოვნებს, რომ ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მზადება კვლავ გრძელდებაო. ის ამბობს, ну, 2 დღეში ვიტყვიო, ტრამპი ამბობს და დაველოდოთ. მანამდე კი გიორგი ლაბაძე ჩაგვერთვება. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ის იქ იმყოფება, შავი ზღვის და შუა კორიდორის ფორუმს ესწრება. მივესალმებ მას, გამარჯობა გიორგი. გამარჯობა მოსა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ ამ ფორუმით, რა ფორუმია ეს, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, რა პოზიციებია, მან სადაც ჩვენ იმყოფები და შემდეგ უკვე გადავიდეთ ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე.
საქართველოსთან დაკავშირებით არის ერთგვარად საკმაოდ ბუნდოვანი და არასაიმედო პოზიციები. თუმცა ვეცდები რომ ფორუმის მნიშვნელობა აუცნა თქვენს მაყურებლებს. ფორუმი ზოგადად ეს ორივე ერთი კვირის დაშორებით გაიმართა შავი ზღვის და შუა კორიდორის და თავისთავად ხადია შავ ზღვასთან დაკავშირებით საუბარი ძირითადად წარმმართველი შავი ზღვის შესახებ იყო რუმინეთის წარმომადგენლები და ბევრი საუბარი იყო საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ეს საუბრები იყო უფრო მეტად ნეგატიურ კონტექსტში, ვიდრე ვთქვათ, საქართველოს პერსპექტივებიდან გამომდინარე. ის საკითხი, რომ დღეს მდგომარეობით საქართველოს ეხლანდელ გულისხმობ ქართულ ოცნებას არ სურს ბევრი მიმართულებით მონაწილეობა ამ ყველაფერში. ეს რა თქმა უნდა არ თულებს ყველაფერს და შავი ზღვის და ესე ვთქვათ, კავკასიის მნიშვნელობა ჩვენ მოგვეხსენება, რომ ძალიან გააქტიურებული არის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აი ამ ტრამპის კორიდორიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენ მოგვეხსენება, რომ ეს ტრამპის კორიდორი არის წინაპირობა აი ამ შუა აზიური ტვირთების იქნება ეს ენერგო რესურსები თუ სხვა სახის საქონელი გადაადგილება და ევროპამდე ჩასვლა. მაგრამ მე ჩემთვის პირადად არასაიმედო იყო ის მოსაზრებები, რაც გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა წონა შეიძლება აწიოს, ესე ვთქვათ, საქართველომ აი ამ კორიდორებში მონაწილეობის შედეგად და ეს იმის წინაპირობაა, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ჩახსნილი აი ამ დერეფნებიდან, ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო და საგარეო და არა მხოლოდ საგარეო, ზოგადად სუვერენიტეტის საკითხი გაცილებით დაიკლებს, ვიდრე ვთქვათ აი ამ ყველაფერში მონაწილეობის შემდეგ იქნებოდა. ასე რომ რო გითხრათ, მაინც და მაინც დამამშვიდებელი მდგომარეობა არის, მეც კი ნამდვილად ვერ ვიტყვი ასე, უბრალოდ ჩემი აზრით ეს ერთგვარად გამოღვიძების მოწოდება და ზარი უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც არ არის სამწუხაროდ ჯეროვნად დაინტერესებული აი ამ ახალი სტრატეგიული გზურებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და როგორც ხელისუფლებას, ისე სხვა ხელისუფლებასთან არააფილირებულ პროამერიკულ ჯგუფებს მაინც და მაინც არ გამოუხატავთ ინტერესი ამ ყველაფერში ჩართულობასა და მონაწილეობისთვის. ასე რომ მე თქვენი ეთერით მადლობა თქვენ ამ წვევისთვის, თქვენი ეთერით მოუწოდებდი დაინტერესებულ ჯგუფებს, რომ უფრო მეტი ურთიერთობა დაამყარონ აი ამ მიმართულებით ამერიკელებთან. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის აქვს იმის იმედი, რომ სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ესეთი პროექტები, კორიდორები, რომელიც შუა დერეფანი და ასე შემდეგ, საქართველოს გარეშე არ გამოვა და ადრე თუ გვიან მოუწევთ ყველა საქართველოსთან თანამშრომლობა. რამდენად ასე ვთქვათ, საფუძვლიანი ეს იმედი? ჩვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა აი დღეს მდგომარეობით, ვიდრე ეს ტრამპის კორიდორი დასრულდება და შევა ძალაში. დღეს მდგომარეობით არის მართლაც რეალურად ერთადერთი გზა. ჩვენ გულისხმობ აზერბაიჯანის და სომხეთის შეთანხმებას, ხო, ტრამპის კორიდორთან დაკავშირებით. ტრამპის კორიდორის მაგას გულისხმობ. ყოფილ ზანგეზურის დერეფანს როგორც ეძახდნენ მას, ხო? ამ ხრივ, ესე იგი, სანამ ეს დასრულდება, მანამდე ფაქტობრივად მართლაც ასეა, რომ საქართველოს მნიშვნელობა შუა აზიის და ევროპის დაკავშირების კუთხით არის ძალიან მაღალი. მაგრამ ჩვენ როგორ ვფიქრობთ, რატო ხდება ეს ალტერნატიული დერეფნების მოძიება? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც ხრივ არ არის ბოლომდე სანდოობა საქართველოს მიმართ დღეს მდგომარეობით ამერიკელებისგან და რაღაც ალტერნატიული გზების მოძიების მაგალითი ხომ არ არის? რა თქმა უნდა, ეს ასე. სულ ცოტა საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს დივერსიფიცირება და თუ ვთქვათ, საქართველოსზე იყო მთლიანი გადმოტანილი აქცენტი ამ კორიდორების მიმართულებით, ეხლა უნდა მოხდეს განაწილება რაღაც ხრივ და მთლიანად არ უნდა მოხდეს საქართველოსზე ამ ყველაფრის გამოვლა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი პოზიციაა ჩვენთვის, ჩვენ ამ ხრივ გვერდნელა გარკვეულწილად რაღაც მნიშვნელობა, თუმცა ჩვენ ამის გამოყენება შეგვიძლია სტრატეგიულად სინამდვილეში, თუ ამაზე იმუშავებს სახელმწიფო და იმუშავებენ საზოგადოებრივი ჯგუფები, რადგან ძალიან აქტიურია ჯერ კიდევ იმის მიუხედავად ტრამპის კორიდორი არის გააქტუალურებული და იმის მიუხედავად რომ იქ ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხი არის ძალიან გააქტიურებული. ამის მიუხედავად შავი ზღვის და ანაკალის პორტის საკითხი არის წესრიგიდან არის ძალიან მნიშვნელოვნად ჩათვლილი, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ იქ ამერიკულ და დასავლურ და
ქმედით კომპანიებს ახლა აღარ დაუწყებ მას სახელები და გვარები ჩამოთვლას, იგივე ვინც დღეს აკეთებს ანაკლი სპორტის ტენდერი, ვინც მოიგო, რა ვიცი, მე პირადად იქ აქტიურ მშენებლობის ფაზებს ვერ ვხედავ. ასე რომ ისე უნდა მოხდეს, რომ ისეთმა კომპანიებმა და ქვეყნებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ყველაფერში, რომლებიც ქმედითები არიან და რომლებიც ინტერესი ნამდვილად გააჩნიათ ამ მიმართულებით, ამ ინფრასტრუქტურის განვითარების და საქართველოს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის წამოწევით და თუ ჩვენ ამას არ ვიზამთ, ეს ძალიან დიდი უკანდახევა იქნება საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციებისგან. გასაგებია, რაც შეეხება ახლა ტრამპის და პუტინის შეხვედრას, როგორია შენი პროგნოზი, შედგება თუ არა ეს შეხვედრა და საერთოდ რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს? ხო, ჩვენ ერთი შეხვედრა ვნახეთ ალასკაში, რომელიც საბოლოო ჯამში არაფრით არ დასრულდა, ხო, ამ კონფლიქტის მიმართულებით. ხო, არა, ეს ტრამპის და პუტინის ურთიერთობა ცოტა ამოუხსნელი არის. მე მგონი არა მხოლოდ ჩემთვის, აქ ვისაც ველაპარაკე, არავის არ არის გასაგები, თუ რა განვითარება შეიძლება გქონდეს. ასე რომ მაინც და მაინც არ მაქვს ამბიცია რომ რაღაც ზუსტ პროგნოზს გეტყვით, უბრალოდ აქ იყო საუბარი, ესე ვთქვათ, წინა დღეებში, რომ ეს ტომაჰავკების გადაცემის საკითხი, ესე ვთქვათ, შეიძლება გაიწელოს, იმიტომ რომ ხომ არ არის სხვა გზის გამონახვის საშუალება ამერიკის მხრიდან, აი მათ შორის აი რუსეთთან რაღაცა ურთიერთობის საკითხი. და ამიტომაც ზელენსკისთან შეხვედრის დროს არ მომხდარა გაჟღერება ამ ტომაჰავკების გადაცემის თაობაზე და კიდევ მცდელობა გამოიხატა ამერიკის მხრიდან, რომ ხომ არ ჯობია, ვთქვათ, რუსებზე რაღაც სხვა მხრივ საუბარი. თუმცა, როგორც ჩვენ ვხედავთ, უკვე ხდება ტრამპი ნენელა, რომ ამ საუბარს შესაძლებელია ნაკლები აზრი და მნიშვნელობა ჰქონდეს, რის გამოც ამერიკას მოუწევს ესკალაცია კონფლიქტის და ეს გასაგებია ჩვენთვის, გასაგები უნდა იყოს, რომ ტომაჰავკების გადაცემა ეს იმდენად ამერიკული ტიპის იარაღია და იმდენად ესე ვთქვათ, დაწინაურებული იარაღია, რომ აშკარად ნიშნავს, რომ ამერიკა ესკალაციას ახდენს ამ კონფლიქტში ტომაჰავკების გადაცემის შემთხვევაში, რაც მაქსიმალურად ესე ვთქვათ, იწელება დღის მდგომარეობით, არ უნდათ ამერიკელებს, რომ აქამდე მივიდეს საქმე. მაგრამ თუ ტრამპი ამბობს სხვანაირად ვერ დაამთავრებს და თქვენ ახსენეთ ლავროვის მოსაზრებას, სანამ მე დავიწყებდი საუბარს, თუ ლავროვი გააგზავნებს აი ასეთ რიტორიკას, რომ ჯერ არ მივწევია და კიდე რაღაც მიზნები გვაქვს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამერიკას მოუწევს ამ შეკეთება, იქნება ეს ევროპელების ფულით ნაყიდი ტომაჰავკები თუ ამერიკისგან გადაცემული თუ უკრაინის ფულით ნაყიდი, საბოლოო ჯამში ეს ტომაჰავკები მივა უკრაინამდე, რამაც შემდგომში შეიძლება შეცვალოს ომის სცენარი. ნუ აშკარად შეცვლის ალბათ ომის სცენარს. ვნახავთ ამ ყველაფერს ჩვენ უბრალოდ ორბანის სურვილი, რომ ეხლა რაღაც თავისი გეოსტრატეგიული პოზიცია გაიმყაროს, თუ იქ შეხვედრა ჩატარდება, ეხლა მაგაზე არ არის დამოკიდებული ეს ყველაფერი, ის მაინც დამოკიდებულია ამერიკელების მიდგომაზე. თუ როგორ შეხედავენ ისინი ომს. მე უბრალოდ ერთი ასის დავწმუნდი ის არის, რომ ერთის მხრივ ამერიკას როგორც ხედავთ დღეს მდგომარეობით ძიმე ესკალაცია არ სურს, თუმცა მეორეს მხრივ არც რუსების სასარგებლო ზავის დადებაზეა წამსული ტრამპის ადმინისტრაცია, ამიტომ მეგონიათ ჩიხური მდგომარეობა, რომელსაც ხო, მე ვჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპს სურს უბრალოდ კონფლიქტის დასრულება, მაგრამ ნუ იმ პირობებზე, რასაც ისინი ახლა თავაზობენ რუსეთს, რუსეთი არ არის თანახმა, ამბობს, ანუ ეგ საუბარი არის, სადაც არის ის გაჩერდეს ორივე მხარე. ხო, რუსეთი ითხოვს დაგვითვეთ დონბასი მთლიანად, რომელიც დაკავებული არ აქვს, ახლა უკრაინამ რატო დაუთმოს ის ტერიტორიები, რომელიც ომით ვერ დაიკავა რუსეთმა. შესაბამისად, ეს არც ამერიკისთვის არ არის მისაღები. შესაბამისად, ცალკე ხა აგერ იმაზე, რა ქვია, როგორც Financial Times-მა დაწერა, ზელენსკიზე ახდენდა თეთრი სახლის კაბინეტში ზეწოლას, რომ იქნებ ზელენსკი დაითანხმოს, რომ დათმობს. ანუ მე ვჩვევა, შეიძლება ტრამპისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე რას დათმობს, თავარია ვიღაცამ დათმოს და კონფლიქტი დასრულდეს და ნობელის პრემია ჩაახუტონ მერე ბოლოს, არ ვიცი. სხვა ინტერესი მას არ აქვს მე მგონი. მგონია ეს აქტუალური რო იყოს რეალურად რომ თქვათ უკვე ჩაიარა ერთ სიტყვით მაგან დიდწილად ეხლა მეორე წელს უნდა იყოს. მომავალ წელს ხო იქნება. ხო, არა, მე არ მგონია ეს ესე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ნობელის პრემიას. ყოველ შემთხვევაში საქმე ეხლა Financial Times-ის გამოტანილი სიახლეს ძალიან ბევრი რაღაც იწერება. ეხლა მე ორ დღეში დაიწერა რომ თლად მასე არ იყო, როგორც თქვა დაიწერა Financial Times-ში 2 დღის წინ. აი ეს ეწოლას გულისხმობ.
საერთოდ რა ასახის ზეწოლა ეგეც გაურკვეველი ხა მედიებს ეგეთი რაღაც ახასიათებს ზოგადად. ასე რომ საერთო ჯამში ის რომ დონბასის მთლიანად დათმობა უკრაინას არ უნდა მოუწიოს, იმიტომ რომ ეს ერთის უკრაინის სუვერენიტეტის შეზღუდვაა და მეორე მხრივ ამერიკას მნიშვნელოვანი მინერალების ინტერესი გააჩნია მაგ რეგიონში, ეს ორჯერორია და საერთოდ ვფიქრობ, რომ ტრამპის გეგმებში შედიოდეს მთლიანად დათმობა ამ რეგიონების იმ ნაწილისაც, რაც რუსებს არ აუღიათ. ასე რომ მე მეეჭვება ცოტა ეგ იყოს ესე ვთქვათ ამოცანა ადმინისტრაციის ამოცანა რაც იყო ეს გაჟღერდა ეს არის ეხლანდელ საზღვრებზე ერთგვარად კალებში რაც არის ოკუპირებული ტერიტორია ანუ მაგ ადგილებზე ომის ზავის დადება და ამაზე რუსები არ არიან თან ახლა ასე რომ ხა ეს ტრიალებს ეს წრე დაიწყება თუ არა ის რა ქვია ახალი იარაღის გადაცემა რამდენ ხანში დაიწყება რა გავლენას მოახდენს შემდგომში ეს იარაღი რა მე რაც ვიცი და ზუსტად ვიცი რომ ეს მოხდება ეს არის ესე ვთქვათ რუსეთის ნავთობ გადამამუშავებლებზე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის რათა მოხდეს ამ ნავთობ გადამამუშავებლებზე იერიშის მიტანა და რუსეთის ენერგორესურსებში ერთგვარად შეზღუდული პოზიციების წარმოჩენა ეს ხდება და ეს გაგრძელდება კიდევ ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა მხრივ ეს იმდენად რთული კონფლიქტია ამაზე ესეთი სასახა პროგნოზს თვალს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ხო არა მესმის მე, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ პუტინი ამ ტენდერს თანახმა არ არის, საერთოდ რა აზრი აქვს მართლა ხო ამ შეხვედრას ბუდაპეშტში? შეხვედრის იქნება. ამიტომაც დადგა ის კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ამიტომ ვიძახი, რომ დიდი ალბათობით მოუწევს ამერიკას წავიდეს ისეთ ესკალაციაზე, რასაც ქვია ამ ახალი იარაღის გადაცემა უკრაინისთვის, რაც ნუ ეს ახლა რაღაცა ამ შეხვედრის წინ თითქოს იყო, რომ პუტინის შესაშინებლად თუ აი ტომაჰავკებს გადავცემ თუ უკან არ დაიხევ. გასაგებია ხო, რა თამაშიც არის, მაგრამ მე თქვა ტრამპმა, რომ არა, ჯერ არ გადავცემ, ჯერ კიდევ დაველოდოთ. ნუ ეხა კიდევ 2 დღე დაველოდოთ. იქნებ პუტინ შეეშინდეს და მოიფიქროს, არა, ნუ რუსეთი ახლა ესე მარტივად არ დაყვება ამ შანტაჟს, ხო? ნუ არ გავყვება კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად 1 წლის წინ, როდესაც ესეთი იერიშები უკრაინის მხრიდან როგორც დღეს არის ნავთობმოპოვებლებზე, ცოტა წარმოუდგენელი შეიძლება ყოფილიყოს ბევრისთვის, მაგრამ დღეს ეს ხდება. და რუსეთს რეალური პრობლემები აქვს ენერგომატერიალებთან დაკავშირებით და თუ კვლავ ვერ მოხდა გარკვეული ზავის დადება, შეიძლება ისიც მოხდეს, რაც დღეს არ გონია, რომ ესე ვთქვათ პროგნოზირებადია გულისხმობ იარაღის გადაცემას და ეს გამძლეობის პროცესია. ჩემი აზრით მე ყველა ვარიანტში ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე ახალი იარაღის გადაცემა მოხდება უკრაინისთვის, თუ კონფლიქტი ვერ მივა ბოლომდე. ხო, ნუ კი ბატონო, აქ ამ შემთხვევაში მოკავშირე შეიძლება პუტინი იყოს, რომელიც არაფერზე წამსვლელი არ არის, ხო, ასეთ მოლაპარაკებებზე და ბოლომდე შეიძლება გადაუწუროს ტრამპს იმედი იმისა, რომ რა თქმა უნდა, ეხლა შეცვალის გარეშე მოაგვარებს რამეს. ანუ ნახოთ, როგორ იქნება. მადლობა დიდი გიორგი ლაბაძე გვერდობოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გეშთობებით ხვალამდე, ხვალ 7-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.